ბერძნულ მითოლოგიაში არის ასეთი პერსონაჟი, პერსეფონე, რომელიც ქვესკნელის მეფემ ჰადესმა მოიტაცა და მიცვალებულთა სამეფოში დაატყვევა. პერსეფონეს დედა, ნაყოფიერების ქალღმერთი დემეტრა, მთელ დედამიწაზე ეძებდა, მაგრამ ვერსად მიაგნო. დაჭკნა მოსავალი, გაჩნდა შიმშილი და სიღარიბე, თუმცა პერსეფონე არსად ჩანდა. ღმერთებმა ჰადესს მისი ცოცხალთა სამყაროში დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ ჰადესმა ვერაგ ხერხს მიმართა. მან პერსეფონეს ბროწეულის 6 მარცვალი აჭამა, რითაც საბოლოოდ მიაჯაჭვა ქვესკნელს, ვინც აჩრდილთა სამეფოს ნაყოფს იგემებს, ორ სამყაროს შორის გამოკეტილი რჩება. ყველა ვიცნობთ პერსეფონეს, ემიგრანტ ქალს, რომელსაც მძიმე შრომამ აგემა ბროწეულის მარცვლები და საბოლოოდ მიაჯაჭვა სახლისგან 1000-ობით კილომეტრით მოშორებულ მიწას. ამ პოდკასტში ვყვები ამბებს ემიგრანტ ქალებზე, რომლებმაც ცხოვრება სხვა ადამიანებს მიუძღვნეს. ქალებზე, რომლებიც უცხო მიწიდან ზრუნავენ საკუთარ ოჯახებზე. მე თამუნა ჩქარეული ვარ. ეს კი პროექტ 64-ის პოდკასტია. ბროწეულის მარცვლები. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც მინდა ინფორმაცია მივაწოდოს საზოგადოებას, ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. ცვლილება ეხება ძალიან გაბრაზებული ვარ, ძალიან რო იტყვიან და ერთი ხმა გქონდა, ერთი ხმა დააგვჩა ჩვენი და ისიც აი ეს ფაქტიურად იმის უფლებასაც აღარ მაძლევენ, რომ აქ მაინც მივცე ხმა და რას ქვია. აბა რა ვარ მე, ესე იგი გამწირა სახელმწიფომ, გამომიშვა ჯერ მიზეზი რატო ვარ მე აქ. ეს ინგა ქარქაშაძეა, რომელიც რომიდან მესაუბრება. ტელეფონი წინ უყენია, თვითონ დაფაზე ხალხს ჭრის სხვისის ადილისთვის. ინგა უკვე 8 წელია ემიგრაციაში ცხოვრობს. გამარჯობა. ეს ბროწეულის მარცვლების სპეციალური ეპიზოდია, სადაც ემიგრანტებს იმაზე ვესაუბრები, რას ცვლის მათთვის ქართული ოცნების უკანასკნელი ცვლილება საარჩევნო კოდექსში, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას უზღუდავს საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს. თუ ამ პოდკასტს პირველად უსმენთ, გირჩევთ დასაწყისში დაბრუნდეთ და მოусმინოთ 6 ეპიზოდს ქართველი ქალების ემიგრაციის გამოცდილებებზე, საზღვარგარეთ წასვლასა და პირველ ნაბიჯებზე, გამოუსვლელ სამსახურებზე, საქართველოსთან გაუცხოვებაზე. ამ ეპიზოდში კი ზოგიერთ მათგანს მოусმენთ და გაიგებთ, რას ნიშნავს მათთვის ხმის უფლება და ამ უფლების ფაქტობრივად წართმევა. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში. და სად გამოუხატოთ ეს ბრაზი, ახლა გავბრაზდი, რა ვქნა? აი ვის გავაგონო ჩემი სიტყვა და როგორ მოვიქცე აღარ ვიცი. ინგას ეს ბრაზი მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს და შალვა პაპუაშვილის სიტყვებს არ ეხება. ეს წლების დაგროვებული ბრაზია. მაგრამ მოდით ჯერ უკანასკნელი მოვლენები კიდევ ერთხელ გავიაროთ. 17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილება დააანონსა, რომლის მიხედვითაც არარეზიდენტ მოქალაქეებს, ანუ მათ, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში შეუძლიათ მონაწილეობა. დღეს, როცა ამ ეპიზოდს ვწერ, ეს ცვლილება პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ ემიგრანტების მოწყვლადობა დაასახელა გარე ჩარევებისა და წნეხის მიმართ. საილუსტრაციოდ კი შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის არჩევნები მოიყვანა, რომელიც ქართულმა ოცნებამ საზღვარგარეთ წააგო. მაგრამ მართველი პარტიის შედეგები საზღვარგარეთ უკვე 2016 წლიდან არასახარბიელოდ გამოიყურებოდა. 2016 წელს ქართულმა ოცნებამ ემიგრანტებში 39.6% მოაგროვა. 2020 წელს ეს მონაცემი უკვე 29%-ია. 2024 წელს კი ემიგრანტებისთვის ყველაზე აქტიურ არჩევნებში მართველი პარტია მთლად მესამე ადგილზე ჩამოჩვეშდა 13.5%-ით. აი ეს წარუმატებლობა შალვა პაპუაშვილმა უცხო ქვეყნის ხელისუფლებებისა და პოლიტიკური ძალების ჩართულობით ახსნა. მისი თქმით, შეზღუდვა ემიგრანტებს საარჩევნო უფლებას კი არ ართმევს, არამედ იცავს. მათ ხომ შეუძლიათ 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და წნეხისგან თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა.
ინგას ემიგრაციის გამოცდილება ძალიან კარგად გამოდგება იმისთვის, რომ დავინახოთ, რამდენად აცდენილია თეორიულადაც კი ხელისუფლების ეს შემოთავაზება რეალობას. ინგა ქარქაშაძემ, მასწავლებელმა და საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ქვეყანამ მცირე ხელფასის გამო დატოვა. წასვლა მაქსიმუმ 5 წლით დაგეგმა, მაგრამ უკვე 8 წელი გავიდა. და როგორც თვითონ ამბობს, ბინის იპოთეკის გამო კიდევ 8 წელი მოუწევს საზღვარგარეთ მუშაობა. მომავალ წელს ინგა პენსიაზე გადის. ანუ გამოვა, რომ ასაკით პენსიონერი სხვა პენსიონერებს საზღვარგარეთ მოუვლის. იმისთვის, რომ ბანკში ყოველთვიური შენატანი გააკეთოს. კვირაში დღენახევარი აქვს დასასვენებლად. ამ 8 წლის განმავლობაში, არათუ ევროპაში, მეზობელ ქალაქშიც კი არ ყოფილა, იმიტომ რომ თანხას საქართველოში აგზავნის. 1000 евро სრულად რო გამოვაგზავნო, შენ უნდა მოვიკლონო ყველაფერი, ესე იგი რაღაცებზე პირად, როგორც ქალმა, ჩაცმაზე და ხოვაზე რაღაც სურვილებზე უარი თქვა. შვებულება წელიწადში ერთხელ აქვს და აუცილებლად უნდა შევთანხმოს იმ ოჯახს, სადაც ცხოვრობს. ეს ნებისმიერი დრო ვერ იქნება. ასევე წინასწარ უნდა დაგეგმოს და გადადოს ბილეთების თანხა და ბანკის ის ყოველთვიური შენატანიც არ დაგავიწყდეთ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ინგას ამბავია ასეთი? ასია ყველა ქართველი. მოდიან აქ ბანკის ვალების გამო. მე მაგალითად ბანკში სულამსხვენია ვთქვა, რომ შემაქვს 1000 евро თვეში და კიდევ 7 წელიწადი უნდა ვიხადო. ეს ბელა მოდებაძეა. ამ პოდკასტის პირველი ეპიზოდის გმირი. ბელა მილანში მუშაობს. თვეში 1 დღე აქვს დასვენება. არჩევნებზე ხმა რომ მიეცა, იმ ოჯახს, სადაც მუშაობს, შეუთანხმდა, რომ ახლომდებარე პუნქტზე გაიქცეოდა. მრავალრიცხოვანი ჯარი ვიყავით ქართველების, მშვენივრად მივეცით ხმა, დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი. მაინც რაღაც სიამოვნებას განვიცდით, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც პატარა აგურს ვდებთ ჩვენი საქართველოს აღმშენებლობისთვის, ან შეცვლისთვის, ან რაღაც არ ვიცი, ცვლილებებისთვის, სასიკეთო ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა. აქ უბნებს ვითხოვდით კიდევ გაზრდას უბნების რაოდენობისა. და ჩვენ მივიღეთ სანაცვლოდ ის, რომ საერთოდ აგვიკრძალეს მონაწილეობის მიღება და არჩევნებში არ მონაწილეობა ჩვენი მნიშვნელოვანი ნაწილის, რომელიც გამოსული ვართ მილიონ არ ვიცი რამდენი 1000 ადამიანი გარეთ საზღვრებს მიღმა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ გვთვლიან საჭირო ადამიანებად, აღარ ვართ სამშობლოსთვის საჭირო ადამიანები, თავს ყოვლად უსარგებლოდ გვგრძნობ პირადად მე და არაფრის გაკეთება არ შემიძლია ჩემი სამშობლოსთვის საზღვრების იქით. ფულის გამოგზავნის გარდა. ამ პოდკასტში არაერთხელ მისაუბრია ემიგრანტების ეკონომიკაში შენატანზე, მაგრამ მოდით ეს რიცხვები კიდევ ერთხელ გავიაროთ. 2024 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან გზავნილები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-ს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან საქართველოში 3,36 მილიარდი დოლარი უცხოეთიდან ჩაირიცხა. აქედან უდიდესი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. ზუსტად არ ვიცით, აქედან რა ნაწილი მოდის გამოუსვლელ სამსახურებში მომუშავე ქართველ ქალებზე, რადგან ამას არავინ აღრიცხავს. თუმცა ვიცით, რომ ფულადი გზავნილებით იტალია მეორე ადგილზეა, სადაც ზეპირსიტყვიერი გამოკითხვით უმეტესობა მომვლელად მუშაობს. ანუ საქართველოში შემომავალი 1000-ობით евро სწორედ ქართველი ქალების გათენებიდან დაღამებამდე შრომაა. ერთმანეთს მიწყობილი საათები და დღეები, როცა სხვის სახლს ალაგებენ, სხვას უკეთებენ საჭმელს, სხვის ოჯახს უვლიან და ანგარიშობენ კიდევ რამდენი წელი უნდა იყონ ასე. სახელმწიფომ, რომელმაც მათი კეთილდღეობა ვერ უზრუნველყო, ამ მოქალაქეების ფუნქცია ფულის გამოგზავნამდე დაიყვანა. დავუშვათ, რომ 2028 წელს არჩევნებზე ამ გამოგზავნილი მილიარდების უკან მდგომი ადამიანები თვითმფრინავში ჩასხდებიან და ერთიანად დაიძვრებიან საქართველოსკენ. მაგრამ ასეც რომ იყოს, რა ვუყოთ მათ, ვინც შავად მუშაობს? მათ, ვინც ქვეყნიდან შეიძლება ამ წუთშიც კი გადის. იცით რა არის? მე ლეგალურად ვიმყოფები უკვე წლებია იტალიაში და არ მაქვს მიმოსვლის პრობლემა, თუმცა სამსახურშიდან დათხოვნა ასე ადვილი არ არის, როდესაც მოგვესურვება, აქ არის რეგლამენტირებული შვებულებები და მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გამოვიყვენოთ ეს თავისუფალი დრო. ეს ქეთინო ქრივიშვილია, ირაკლი ქერაშვილის დედა. ირაკლის 2 წელი აქვს მისჯილი პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო. მისი ბრალდება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაა. ქეთინო ამ საქმეზე და ემიგრაციიდან შვილის მხარდაჭერაზე პოდკასტის მე-6 ეპიზოდში საუბრობს. ის უკვე 10 წელი ემიგრაციაშია, ექიმია და ბევრ ქართველთან აქვს ურთიერთობა. მე ვიცნობ
აურაცხელ რაოდენობას ქართველი იმიგრანტებისა, რომლებიც გახლავენ არაჩვეულებრივი პიროვნებები, კარგი დედა, კარგი მოქალაქე, კარგი ქართველი ქალბატონი და ისინი არიან ჯერჯერობით არალეგალები და აქვთ პროცესში ჩაშვებული თავიანთი საბუთები. ანუ ამ პერიოდში, როდესაც ეს მიმდინარეობს საბუთების მომზადების პროცესი, მათ არ აქვთ უფლება, რომ დატოვონ ქვეყნის ფარგლები. და ესეთი რაოდენობა, ასეთი ქალბატონების აურაცხელია. და ეს იცით რაზე მეტყველებს, რომ თავიდანვე გვეუბნებიან, რომ ჩვენ გავაყალბებთ არჩევნებს და თქვენს აზრს და თქვენს ხმებს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვთ. ფინანსური სიდუხჭირის, არალეგალური სტატუსის, პრეკარიატული სამუშაო პირობების გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ ემიგრანტებს ხმის მიცემა უბრალოდ აუკრძალა. 2024 წლის ოქტომბერში მე ვიყავი ამერიკაში არჩევნებზე და დღემდე თვალებიდან არ ამომდის და გონებიდან ამდენი ხალხის ნაკადი, ამდენი ქართველი ამერიკაში ერთად მართლა არასოდეს არსად არ მინახავს, ყველას უნდა საკუთარი აზრის დაფიქსირება. ნინო აქ მანჰეტენის სახელგანთქმულ რიგს იხსენებს, რომელმაც საარჩევნო პერიოდში ინტერნეტი შემოიარა. ნინო 2022 წელს მექსიკით ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად გადავიდა და თავის თავგადასავალს მეხუთე ეპიზოდში ყვება. უსაფრთხოების მიზნით მის გვარს არ ვახსენებ. ჩემთვის პირადად არჩევნებში მონაწილეობის მიღება ნიშნავს, რომ მეც ვიღებ გარკვეულწილად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და ეს საკრძალვა კი ძალიან ცუდად აისახება უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რადგან ამ აკრძალვით ჩვენ ჩამოგვერთვა ყველანაირი უფლება, დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და თავს თulis სრულად უუფლებოდ, ხვდები? და ამასთან ერთად ეს აშორებს საქართველოში დაბრუნების პროცესაც. აღარ აქვს საქართველოში დაბრუნების სურვილი ქართველ ადამიანს, იმიტომ რომ ანუ შენი ქვეყანა გართმევს რაღაცა ელემენტარულ უფლებებსაც კი. წარმომიდგენია 10 წლეულების განმავლობაში ათასობით ადამიანი, რომელიც სამსახურიდან დროს ითავისუფლებს, გზავრობს, რიგში ხვდება თანამემამულეებს და ბევრი დროის მერე პირველად ესმის გარშემო ამდენი ქართული საუბარი. დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის უფლება, რომელიც წლების განმავლობაში თითქოს გარანტირებული იყო, ერთი გადაწყვეტილებით გაქრა. ამის გაქროვა არ ვიცი. მე მგონი საბოლოო წერტილი დასასრული არის დემოკრატიის საქართველოში. ნინო ნახუცრიშვილი საქართველოდან 2013 წელს ოპერ პროგრამით წავიდა და ახლა გერმანიაში ცხოვრობს. ოპერად წასვლის გამოცდილებაზე ბროწეულის მარცვლების მესამე ეპიზოდში შეგიძლიათ მოისმინოთ. ემოციურადაც ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ ფაქტობრივად სახელმწიფო, რომელმაც აქამდე უკვე ძალიან ბევრი რამე გვითხრა, რომ ჩვენი ნება მისთვის არ ნიშნავს არაფერს. ანუ ჩვენ გვართმევს აბსოლუტურად საწყის და საბაზისო უფლებას. სიმბოლოებიც კი ქრება, ანუ სიმბოლურ დონეზეც კი აღარ გვაქვს ამისი საშუალება. იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჩემი სამშობლოა და ჩემი ნაწილია, ამას არაფერი არ შეცვლის, თუმცა აი ეს ტკივილი, რასაც ჩემი სამშობლოს მიმართ გრძნობ, უფრო და უფრო იზრდება. უფრო გამიმძაფრდა იმის შეგრძნება, რომ აი ეს უფსკრული ჩემსა და სხვა მოქალაქეებს შორის, რომლებიც მმართველ პარტიას უჭერენ მხარს, უფრო და უფრო იზრდება. და ეს სხვა მოქალაქეები არიან მეზობლები, ოჯახის წევრები, ნათესავები და აი პირველად მქონდა ისეთი შეგრძნება, როცა ვფიქრობდი, რომ რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა ქვეყანაში ეს პროცესები მიმდინარეობს. ფაქტიურად ქვეყანას ვკარგავთ, აი ხელიდან გვეცლება და რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ესეთი დიდი უფსკრულის შეგრძნება აქამდე სიმართლე გითხრა არ მქონია და ძალიან ემოციური იყო ეს და არის აქამდე. ყველა ქალი, ვინც ამ ეპიზოდისთვის ჩამეწერა, ქვეყნიდან ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში წავიდა და დაბრუნებას კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ქვეყანას ამისთვის რესურსები არ აქვს. პირიქით, საქართველო ამ ქალების რესურსზეა მიბმული, მათ გამძლეობაზე, მათ ემიგრაციის რთულ პირობებში დამძიმებულ ჯანმრთელობაზე, მათ უსასრულო მოთმინებაზე. ამ ქალებს დღეს ქართულმა ოცნებამ უარი უთხრა. ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღონ.
ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე, რა მოხდება თუ ყველა ემიგრანტს ყელში ამოვა საქართველოზე დარდი და იმ თანხას, რომელსაც აქ აგზავნიან, უბრალოდ საკუთარ თავს დაახარჯავენ. აი დღეს ემიგრანტებმა რომ გვითხრან, ჩვენ ყველაფერი ვქენით, რაც შეგვეძლო. ახლა თქვენ იცით და მაშინ რას გავაკეთებთ? პროწეულის მარცვლები პროექტ 64-ის პოდკასტია. მე მისი ავტორი ვარ, თამუნა ჩქარეული. მადლობა, რომ ჩემთან ერთად იმოგზაურეთ და მოусმინეთ ძლიერი და თავდადებული ქალების ამბებს, რომლებიც ქვეყანას არჩენენ. თუ შეკითხვები გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში დატოვოთ და აუცილებლად ვუპასუხებ. პოდკასტზე მუშაობდნენ რედაქტორები გიორგი გოგუა, იანა ყორბეზაშვილი. ილუსტრაციების ავტორია გვანცა კვანტალიანი. ანიმაცია შექმნა ეკაჩო კიკალიშვილმა. ტექნიკური დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ტატო ჯინჯიხაძეს და ანა დავითაშვილს. ციფრული პლატფორმების მენეჯერია სალომე ძნელაძე. მოგვისმინეთ Spotify-ზე, YouTube-ზე, Apple Podcast-ზე და ნებისმიერ პლატფორმაზე, სადაც პოდკასტებს უსმენთ. გამიზიარეთ თქვენი აზრი და მომწერეთ თუ ემიგრაციაზე საინტერესო ამბავი გაქვთ მოსაყოლი. მე ყველა გამოხმაურებას ვკითხულობ.